ეს არის Sosos Renault Duster-ი და სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, უნდა შეგახსენოთ, რომ დაწეროთ კომენტარი, გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან ამ ვიდეოშიც გავაჩუქებთ Socar-ის პრემიუმს. რაც შეეხება ვიდეოს და ამ მანქანებს, ესე იგი ეს არის Sosos Renault Duster-ი, რომლითაც უნდა იმოგზაუროს საქართველოს გარშემო და მე პირადად მაინტერესებს როგორ დადის ეს მანქანა უგზოობაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ასეთი უგზოობისთვის ეს მანქანა არ გვყავს, მაინც მაინტერესებს რა შეუძლია უგზოობაში და როგორ ივლის ერთ მხარეს გვყავს Toyota 4Runner-ი, რომელიც არის უგზოობისთვის ძალიან კარგი ჯიპი. და მეორე მხარეს არის Subaru Forester-ი, რომელიც არის მსუბუქი უგზოობისთვის, თუმცა კარგი რეპუტაციის მქონე და ამოვედით ლისტზე და ვნახავთ, როგორ ივლიან ეს მანქანები და როგორ გაუწევს წინააღმდეგობას ჩვენი Renault Duster-ი, 4Runners და ასევე მსუბუქი უგზოობის Subaru Forester-ს. მანქანები არის სტანდარტული საბურავებით, ერთადერთი 4Runner-ია უგზოობისთვის, AT-ებით, აერებიც სტანდარტზეა და აი ესე პირდაპირ უნდა შევიყვანოთ და ვნახოთ როგორ დადიან ეს მანქანები. მოდი პირველი ავიდეთ Subaru Forester-ით და ვნახოთ როგორ გაართმევს თავს ამ აღმართს. ამ საბურავებით ცოტა უჭირს, მეტი ინერციით შეიძლება ავიდეს, თუმცა ნახოთ აბა კიდევ ერთხელ შევეცადოთ. ვერა, ფორიკა ვერ ადის. Forester-ს უჭირს, ახალ Forester-ებს უფრო კარგი სისტემა აქვს უგზოობის, თუმცა აი ამ წლოვანებისას ცოტა გაუჭირდა. და მოდი აბა ვცადოთ ჩვენი Duster-ი რას იზამს. თუ ახვალ ეგრევე უნდა ავიდეს, ინერციით ასვლა არაფერი არა. დავიძარით ჩვენი Duster-ით, ვნახოთ რას იზამს. გელი. აი მე პირადად არ მეგონა თუ Duster-ი აქ ამოვიდოდა Subaru-ს შემდეგ. რაც შეეხება Subaru-ს, ამ Subaru-ს კონკრეტულად ამ მანქანას არ აქვს X-Mode-ი, რაც ასევე კარგი სისტემაა, კარგად მუშაობს უგზოობაში და სავარაუდოდ ამიტომაც უჭირს Subaru-ს. X-Mode-ის შემთხვევაში მგონია რომ Subaru-ც ამოვიდოდა, თუმცა არ მეგონა რომ ამ საბურავებით Duster-ი პირველივე ასვლაზე
ამოვიდო და ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მაინც ამოვიდა. ძალიან კარგი შედეგია. ახლა ჩავალთ და ვნახავთ როგორ ამოვა ორ რანერი. წავედით. ეხლა ჩართული მაქვს დაღმართზე დაშვების ფუნქცია და მე საერთოდ არ ვეხები ტორმუს, არც სიჩქარეში მაქვს. ნეიტრალშია და დაღმართზე დაგორების ფუნქციით ჩადის მანქანა თავისით და საკმაოდ კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ. ეხლა გადმოვიდეთ აქ და ვნახოთ რა განსხვავებაა ჩვენს დასტერს და ნაღდ ოფროუდერს შორის. აბა წავედით. არ ვიცი რა, არაფერი, საერთოდ არაფერი ამ მანქანისთვის აქ არ იყო. რომ შევაჯამოთ, მე პირადად რაც მინდოდა გავიგე, ესე იგი დასტერი დადის ისე როგორც გჭირდება. მე რაც მაინტერესებდა იყო ის, რომ რენოზე იყო ბევრი ეჭვი, რომ ისეთი უგზოობის მანქანა არ არის, თუმცა ფაქტი სახეზეა, ამ მანქანას აქვს საკმაოდ კარგი მონაცემები და უგზოობაშიც საკმაოდ კარგად დადის. სოსოს რაში ჭირდება საქართველოს გარშემო საკმაოდ კარგი ვარიანტია. არის ცენტრის, ამ შემთხვევაში არ ვინერვიულებთ გაფუჭებაზე და რავი, ეს არის რაც არის. მე მგონი კარგი მანქანაა და დანარჩენს უკვე საქმეში ნახავთ როგორ გაართმევს თავს ჩვენი Renault Duster-ი. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და კომენტარის დაწერა. იქნებ თქვენ ხართ ვინც წაიღებს სოკარის პრემიუმს. კარგად.